იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს ბაკალავრის საფეხურზე 420 სტუდენტს მიიღებს. სწავლა ყველა პროგრამაზე სრულიად უფასო იქნება. თემაზე ვისაუბრებთ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროს სალომე თათულიშვილთან. სალომე, გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. განათლების რეფორმის შემდეგ რა ცვლილებები არის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წელს რა ფაკულტეტებზე მიიღებთ სტუდენტებს? მოგესალმებით. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ნამდვილად აბიტურიენტებისთვის ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც უნდა გააკეთონ არჩევანი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მათ მომავალ პროფესიულ გზას. სწორედ ამიტომ მინდა ძალიან მოკლედ გაგაცნოთ ის შესაძლებლობები, რასაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სთავაზობს მომავალ სტუდენტებს. ჩვენთან დახვდებათ ჩვენს აბიტურიენტებს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მორგებულია თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე, როგორც სამივე საფეხურს გულისხმობ ბუნებრივია, ბაკალავრის საფეხურზე ჩვენთან ხელმისაწვდომია შემდეგი მიმართულებები, ესენია აგრარული მიმართულება, ტურიზმის მიმართულება, განათლების მიმართულება, უფრო კონკრეტულად თუ ვისაუბრებთ აგრარულ მიმართულებაში, ჩვენ გვაქვს საბაკალავრო საფეხურზე განახლებული, ახლად აკრედიტებული სურსათის ტექნოლოგიის და აგრონომიის საბაკალავრო პროგრამა. წელს პირველად გვაქვს მიღება სატყეო საქმის საბაკალავრო პროგრამაზე, რომელმაც სულ ახლახანს გაიარა აკრედიტაცია და ამ ყველა პროგრამაში ცალსახად გათვალისწინებულია როგორც რეგიონის სპეციფიკა, ისე გათვალისწინებულია შრომის ბაზრის მოთხოვნები. ასევე ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა, ისტორია, ქართული და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებით და ტურიზმი, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ პირდაპირ უკავშირდება ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა კახეთის ტურისტულ პოტენციალს და სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას სწავლა დააკავშირონ რეალურ სექტორთან. მოგეხსენება ტურიზმის მიმართულება, ანუ მზარდია ჩვენს რეგიონში და ეს ყველაფერი ძალიან დადებითად იმოქმედებს ჩვენი უნივერსიტეტის ამ პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმებისათვის. მოლოდინი გაქვთ, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები აუცილებლად დასაქმდებიან? დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ, როდესაც პროგრამას გადის აკრედიტაციის პროცესს, ყოველთვის სწავლობთ შრომის ბაზარს, რაც გულისხმობს იმას, რომ სწავლობთ მზაობას, რამდენად არის ბაზარი მზად იმისთვის, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები დაასაქმონ და ამ პროცესში ყოველთვის ყავს ჩართული დამსაქმებლები და ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს, თუ რა უნარს, რა კომპეტენციებს, რა ჩვევებს და რა ცოდნას უნდა ფლობდეს ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იმისათვის, რომ წარმატებით დასაქმდეს. აი ამ კვლევის გარეშე პროგრამა არ იწყებს ფუნქციონირებას ჩვენთან, იმიტომ რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ რომ არის დასაქმება კურსდამთავრებულისთვის. რეფორმის შემდეგ კონკრეტულად რა ფაკულტეტებზე ვეღარ შეძლებთ სტუდენტების მიღებას? ძირითადად ეს შეეხო სოციალურ რეფორმები შეეხო სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტს, სადაც ხორციელდებოდა ის პროგრამები, რომლებზეც წელს მიღება არ გვექნება და ეს პროგრამები არის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამები, ეკონომიკის პროგრამები, საფეხურებით გულისხმობ, ასევე სამართლის საბაკალავრო პროგრამა და საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამა. ასევე სიახლეა ის, რომ სწავლა როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურის საფეხურზე სრულიად უფასო იქნება, ხომ? დიახ, ანუ უფასო იქნება სწავლა ყველა სტუდენტისთვის, ანუ ვინც ჩაირიცხება პირველ ორ საფეხურზე, მაგისტრატურაზე და ბაკალავრში, ყველაზე მეტი ადგილი მოდის ბუნებრივია აგრარული მიმართულების პროგრამებზე, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ რეგიონის სპეციფიკას თუ გავითვალისწინებთ, ამ ნაწილში აგრარული მიმართულებები უფრო მეტად საინტერესოა და აქედან გამომდინარე ყველაზე მეტი რაოდენობა გვაქვს გათვლილი როგორც სურსათის ტექნოლოგიაზე, ისე აგრონომიაზე და ასევე სულ ახლად აკრედიტებულ პროგრამაზე, როგორც უკვე ვისაუბრე, სატყეო საქმის მიმართულებით. განახლებული გვაქვს ლაბორატორიები, სადაც ანუ მაქსიმალურად თანამედროვე ტექნოლოგიებით მოხდა ამ ლაბორატორიების აღჭურვა. აი მაგალითად კონკურენტული ინოვაციის ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, დაფინანსებული პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოეწყო მინი ჭკვიანი სადგური, რომელშიც წარმოდგენილია ჭკვიანი მოწყობილობები,
სათბურში მოთავსებული კულტურების გათბობის და გაგრილების ავტომატურად უზრუნველსაყოფად. სათბური წარმოადგენს პრაქტიკის უნიკალურ ბაზას სოფლის მეურნეობის მიმართულების სტუდენტებისათვის და ამავე პროექტის ფარგლებში გამოყენებული იქნა სხვადასხვა შესაძლებლობების დრონები, რომლებიც ჩაშენდება როგორც სასწავლო, ისე კვლევითი პროექტების განსახორციელებლად. ასევე შეძენილი გვაქვს აგროდრონები, რომლებიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას იმუშაონ თანამედროვე დრონებთან, მათ შორის აგროდრონებთან, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მონიტორინგისათვის. ამ ყველაფერზე ცდომა და ეს შესაძლებლობები გააჩნიათ ჩვენი უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების სტუდენტებს და ასევე მინდა აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი განახლებები კვლევით ლაბორატორიაში, ანუ გულისხმობ აგრარულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს კვლევითი ლაბორატორია, რომელიც თანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი და ეს აპარატურა გახლავთ ინფრაწითელი სპექტრომეტრი, რომელიც გამოიყენება ღვინოსა და ღვინომასალის ორგანული მჟავებისა და ვიტამინების განსაზღვრისთვის, ასევე სითხური ქრომატოგრაფი, აირგაზური ქრომატოგრაფი და სულ ახლახანს შევიძინეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია ატომურ აბსორბციული სპექტრომეტრი, რომელიც ეს მნიშვნელოვანი აპარატი არა მხოლოდ სადოქტორო, ანუ სადისერტაციო თემებში გამოყენებული კვლევების განხორციელებისათვის, არამედ კახეთის რეგიონის სურსათის უნებლობის სააგენტოსთვის სასურსათო პროდუქტში სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებების, იონების და ორგანიზმების აღმოჩენისა და მისი კონტროლის განხორციელების კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან, ჩვენს უნივერსიტეტის სწავლა არ შემოიფარგლება მხოლოდ ეს აუდიტორიული სწავლებით, სტუდენტებს შეუძლიათ, რომ რეალურ გარემოში მიიღონ გამოცდილება იმ სფეროში, რომელიც კახეთისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ტრადიციული და სტრატეგიულად ღირებული. სალომე, რა მოლოდინი გაქვთ ამ ცვლილებების შემდეგ, რამდენად გაიზრდება მოთხოვნა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტზე? მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით აგრარულ მიმართულებაში ძალიან მაღალი იქნება მოთხოვნა, იმიტომ რომ ამისთვის კიდევ ერთხელ მოვიშველიებ ჩვენ ზუსტად რეგიონის სპეციფიკას და ახლად აკრედიტებულ პროგრამებს, რომლებიც არსებული უკვე მოდიფიცირდა და თანამედ სიახლეები შევიდა, იმიტომ რომ გათვალისწინებული იქნა ძალიან მაღალ დონეზე ინტერნაციონალიზაციის ნაწილი. ასე მე ვფიქრობ, რომ ტრადიციულ მიმართულებებზე, როგორიც არის ისტორია, ქართული და ინგლისური ფილოლოგია, ასევე ბიოლოგია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, რომელიც ძალიან თანამედროვე მიმართულებას წარმოადგენს, ამ ხრივაც უნდა იყოს ნამდვილად მოთხოვნა და რაც შეეხება ტურიზმს, დასაწყისში ვთქვი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პოტენციალია ჩვენს რეგიონში ტურიზმის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ ხრივაც მოთხოვნა უნდა გაიზარდოს. და ბოლოს ასევე საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა გაცვლითი პროგრამები, რომლებიც თქვენ აქამდე აქტიურად გქონდათ? რა თქმა უნდა, აუცილებლად ამაზე ვიტყვი, იმიტომ რომ უნივერსიტეტი ყოველთვის იყო აქტიურად ჩართული და ამ ეტაპზეც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენ თანამშრომლობთ Erasmus Plus-ის პროგრამის ფარგლებში და რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სწავლა ან სტაჟირება გაიარონ ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. პარტნიორი უნივერსიტეტების ფართოქსელი სტუდენტებს აძლევს საერთაშორისო გამოცდილების მიღების ძალიან რეალურ შესაძლებლობას. ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მასპინძლობს უცხოელ სტუდენტებსა და ლექტორებს, რაც ქმნის მრავალფეროვან და საერთაშორისო აკადემიურ გარემოს. ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ხელს უწყობს უცხო ენის განვითარებას, კულტურული გამოცდილების გაფართოებას და ძალიან მნიშვნელოვნად ზრდის დასაქმების პერსპექტივას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებ.